საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და თუ გადავხედავთ ჩვენს წარსულს, ვნახავთ, რომ ჩვენი სამშობლო მართლაც გამოირჩევა წმინდა სალოცავების სიმრავლით. მე დღეს ერთ-ერთ მათგანზე, დასავლეთ საქართველოში, კერძოდ კი ოკრიბაში მდებარე დედაღვთისას შესახებ მინდა გესაუბროთ. დედაღვთისა გადმოცემის თანახმად თამარ მეფის დროინდელ ეპოქას ეკუთვნის. როგორც გავიგეთ, ეკლესიის ასაგებად თითოეული ქვა ადგილზეა მოპოვებული და მათ გათლაზე არც ერთი ხელსაწყო იარაღი არ არის გამოყენებული. აგრეთვე ცნობილია ისიც, რომ შენობა ყველანაირი დუღაბისა და კირის გარეშე აუგიათ. მამა კონსტანტინე, ამ სალოცავის შესახებ უამრავი თქმულება არსებობს. შეგიძლიათ რამოდენიმე მოგვიყვეთ? პირველ რიგში მე ვიტყვი, რომ ღმერთი არის სული და ღმერთმა სულისთვის, ჭეშმარიტების და ღვთის სიყვარულისთვის შექმნა ეს სამყარო. და ეს ტაძარის კიდევ უძველესი არის, რომელიც მიწაში იქნა ნაპოვნი, რამოდენიმე წლების, ათეული წლების უკან და ხე იყო აქ, საცხვის ხე, რომელიც მოიჭრა და შემდეგ პრობლემები შეექმნა იმ პიროვნებასაც და თვითონ მთელს ოჯახსაც. გადმოცემის შედეგად ის პიროვნება თვითონ იცავდა მე აქაურობას და არ უშვებდა დედაღვთისას ტერიტორიაზე არავის, რადგან თვითონ იყო ისე დაშინებული, რომ ყველას მოუწოდებდა, რომ ამ ადგილის რიდი და შიში და პატივისცემა და სიყვარული ქონოდა. შემდეგ იმ პიროვნებებს და მისმა წინაპრებმა აქ დარგეს ხეები და სანამ ხეებს დარგავდნენ, მანამდე მოჩიჩნეს ეს ადგილები, რადგან ასეთი ფსიქიური აშლილობა დაიმართა და აღმოაჩინეს ეკლესია. ეს ეკლესია იყო მიტოვებული არანაირი ყურადღება. მეუფე კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით ქვა, რომელიც არის ზევით ჯვრის სახის, ჯვარი არის, ქვიჯვარი არის და ის აკურთხა მეუფე კალისტრატემ და მეუფე კალისტრატესთვის არანაირი ინფორმაცია მიწოდებული არ იყო, აქ რა იყო, რასთან ჰქონდა ჩვენ საქმე, მარტო იცოდნენ, რომ უბრალოდ ეს იყო ერთ-ერთი პატარა სალოცავი და ნიში და მისი ისტორია უცნობი იყო. შემდეგ ჩემი მოსვლის შედეგად 1-6 წელიწადია რაც ამ სოფელში ვარ მგდელი და გამოვიკვლიე ეს ყველაფერი და მივადექ ისეთ საოცრებას, როგორიც არის ლაზური სახელწოდება, რომელიც ნანა სახელთან არის დაკავშირებული, ნანა დედას ნიშნავს და ადგილის დედათ არის წოდებული ეს ადგილი, რომელიც ამდენი ხანი დაკარგული იყო და მიწას იყო მიბარებული. აი ეს მთა, რომელიც ჩვენ წინ არის, ეს არის ელიას მთა, რომლის მთაზე არის აშენებული ზუსტად ის ყველასთვის საყვარელი გელათის მონასტერი. აქედან რამოდენიმე კილომეტრში არის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესია, სადაც თამარი და დავით აღმაშენებელი ფეხშველე დადიოდა და მას ქვაფენილი დაუგეს გელათიდან. გელათში არ მივიდოდა, თამარიო პირველად მაცხოვარში მივიდოდა, რადგან ის ხალხი იერარქიას იცავდა. აქ არის კიდევ ძალიან ბევრი სალოცავები, თვითონ კურსების ძველი სახელი, როგორც მე გამოვიკვლიე და გამოკვლევების თანახმად და დაკითხვების თანახმად ხალხს ვეკითხები, რომლებიც ამ სოფელში მრავლად არის ისტორიკოსები და მეცნიერები, რომლებიც ამ თემაზე მუშაობდნენ და ქვია კერსიბი, კერავ შენი ამაღლების ადგილიო. და ეს ამიტომ არის ის ორ ნაწილად არის დაყოფილი ეს სოფელი არის ქველობანი, რომელიც არის ქვედამხარე და ზელობანი ზედამხარე. იმ ზედამხარესია ზუსტად ის მაცხოვრის ეკლესია აშენებული. აქედან კიდევ ზევით გელათიდან აღმოსავლეთით არის რამოდენიმე კილომეტრში, დაახლოებით კილომეტრ ნახევარში ხალხის მიერ შერქმეული მამაღვთისას ეკლესია, რომელიც მე-8 საუკუნეების მიჯნაზე არის აშენებული. გაღმა მთა არ ჩანს, რომელსაც ოწესის მთას უძახიან, ოწესი ლაზური სახელწოდება და ნიშნავს საწესო ადგილს, სადაც ხარს მოზვერსო შეწირავდნენ კურსებლებიო და კურსების პირველი სახელი კერსიბი ამართლებს ამ მიმდინარეობას და ამ თქმულებას. გელათის პირვანდელი სახელი შეიძლება ყველას გაუკვირდეს, მაგრამ ეს საოცარია, რადგან იმ დროინდელ წყობილებაში და ცხოვრებაში კერასცემდა ხალხი თაყვანს, რადგან არ იცნობდა, არც ღმერთს იცნობდა და ღვთაებები იყო ძირითადი თაყვანისმელი, სასმელი ადგილები და აქედან წარმოიშვა 9 ჯვარი. 1 ჯვარი, 1 ღვთაება და 9 ჯვარი 9 ღვთაებას ნიშნავდა. და გელათის პირვანდელი სახელი იყო კერხათი, კერა და შენი ხათი, შენი ღვთაება. აი ამ ხათს, აი ამ კერას, აი ამ ყველაფერს სიყვარულს ქვიოდა აი სიყვარული, რომელსაც ქვია საკულტო თაყვანისცემა, ადრეუნდელ ხანაში ადამიანი ცემდა ხეს თაყვანს, აი ამ ადგილებში ყოფილა ის ხე, რომელიც შემდეგ სალოცავ კერპად იყო ქცეული და შემდეგ მოიჭრა ეს ხე და იმ მოჭრის შედეგად მივიღეთ შემდეგ ეს ეკლესია.
ის ხე რო არ მოჭრილი იყო ეკლესიასაც ვერ ვნახავდით, რადგან ის მიწაში იყო დამალული და დაფარული იყო ხალხისგან და ამიტომ უფალი ბრძანებს სიტყვებს, რომ ჩემთვის არაფერი არ არის დაფარული, ყველაფერი განცხადებული არისო და ნამდვილად განცხადა ეს დიდი საოცრება, რომელიც ნამდვილად ყველასთვის დიდი გასაკვირი და სასიხარულო არის. რაც შეეხება მეორე მხარეს, რომ მისი ფინანსური დახმარება და ეს ოფიციალური სპონსორი ამ საქმეს არ აღავს. ჩემი მრევლის ლოცვა კურთხევ, რომელსაც საჭმელები მოაქვს აქ რაღაცები, ასეთი რაღაცებით მეხმარება ხალხი და არის კიდევ რამოდენიმე პიროვნება, რომელიც ფინანსურადაც მეხმარება. ჩემი მეგობრები არიან თბილისში, რომლებმაც ცემენტი შემომწირეს და ასეთი და სამენოზნო კელია. საბოლოო ჯამში აქ მინდა დედათა მონასტრის დაფუძნება, რადგან ოკრიბაში ოკრიბა ყოველთვის ცნობილი იყო და ძლიერი იყო მონასტრული ცხოვრების დონით და ხარისხით. მინდა ჩემი სულიერი ხედვით და ჩემი სიტყვით და ჩემი სიყვარულით უფლისადმი, რომ ეს ადგილი გაცოცხლდეს, ხალხს არწმენა მიეცეს და სიყვარული კონდეს. აქედან რამოდენიმე ათეული მეტრის უკან არის კიდევ მეორე ნაეკლესიარი, რომელიც ყველაზე მეტი ხაზგასასმელია, იმას უზახოდნენ დედაღვთისას ხალხი და ამას კი ნანას სახელობის სწავლოცავს. აქ შეიძლება მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ ეს არის ორი ეპოქა არის. აქ ერთია ძველი აღთქმის ეპოქა, მეორეა ახალი აღთქმის ეპოქა. როდესაც აშენდა ეს ეკლესია და იცოდა ეს ხალხმა, რომ ეს იყო საკერპო ნაგებობა, ამის გულისთვის ააშენეს მეორე სალოცავი, სადაც ყოფილა სარკოფაგი და სადაც ყოფილა სანათლავი მოწყობილობა, რომელიც შეიძლება ჩვენ მოვაკვირდოთ ძალიან შუახანების საუკუნეებს და ძალიან ძველი იყო, შეიძლება მე-5 საუკუნესაც თაღრიღდებოდეს. 60-იან წლებში მოუყვანიათ აქ ტრაქტორი კომუნისტებს, აქ ყოფილა ღორების ფერმა, ძალიან შეურაც ყოფილი იყო და ზუსტად იმ ადგილებს შეურაც ყოფდნენ კომუნისტები და ის ანტიქრისტეს მიმდევრები, რომლებიც ღვთისგან მოსაწონი იყო და სულიწმინდისგან დასავანებელი ადგილები იყო, ზუსტად ეს ადგილი იქნა განადგურებული. ჯერ მურმანყრუს შემოსევის შედეგად, რომლებიც დავით და კონსტანტინეს ნეს დაეძებდნენ ამ ადგილებში და მის სიწმინდეებს შეურაცხყოფდნენ და შემდეგ კიდევ ის სალოცავი, რომელიც აქ იყო აშენებული, რომელსაც იმ დროში 60-იან წლებში 2 მეტრამდე ქონია სიმაღლე, დღეს უკვე შემორჩენილი არის რაღაც 50 სანტიმეტრი, რომელიც მურმანყრუს შედეგად იქნა განადგურებული. და ეს სალოცავი კი არის ნამდვილად უძლიერესი იმ გაგები და იმ თვალსაზრისით, რომ აქ ღვთისმშობლის გამოცხადება 3-ჯერ მოხდა. პირველი მოხდა, რომელიც გამოეცხადა ხელოსანს, რომელიც აქ მუშაობას ვერ იწყებდა და შიში ჰქონდა მას ამის და შიშის ფაქტორი აქ ისედაც არსებობდა და ამ შიშმა ის ადამიანი მიიყვანა იმ სიყვარულამდე, რომელსაც ქვია რწმენა და სარწმუნოება. ირწმუნა ამ ადამიანმა ღმერთი და შემდეგ უკვე შეუდექი და აგერ აკეთებს მშვენივრად და ის ადამიანის აქვე ბრძანდება და შეგიძლიათ მასაც ორი სიტყვა უთხრათ. შემდეგ ყველაზე მეტი ცოდვილი ადამიანი, რომელიც ცოდვილი ცხოვრებით ცხოვრობდა, ზუსტად იმას ეჩვენა, რომ ეს სალოცავი ზუსტად უნდა აშენდეს და უნდა გაკეთდეს ისე და მე რა გამაჩერებდა ჩემი გული და ჩემი სული და ჩემი ადამიანობით აქაც მიცნობენ და ყველგან მიცნობენ იმ გაგებით, რომ ასეთი საქმეების კეთება მიყვარს და დავიწყი აგერ და სპონსორი მიამყავს და არაფერი, მაგრამ ვაკეთებ ასე სიყვარული და ღვთის სასოებით და მეოხებით. აქ მინდა დედათა მონასტრის დაფუძნება, რადგან ოკრიბაში ოკრიბა ყოველთვის ცნობილი იყო და ძლიერი იყო მონასტრული ცხოვრების დონით და ხარისხით. მინდა ჩემი სულიერი ხედვით და ჩემი სიტყვით და ჩემი სიყვარულით უფლისადმი, რომ ეს ადგილი გაცოცხლდეს, ხალხს არწმენა მიეცეს და სიყვარული კონდეს. და ამ ადგილებში ხალხი იყო ძალიან მჭიდროდ დასახლებული და ამ დასახლების შედეგად ზუსტად აი ეს ქვა, რომელსაც თავისი ჩუქურთმით, თავისი არქიტექტურით, თავისი ფორმით, იმ დავით აღმაშენებლის დროინდელი გერბიც არის ამ ქვაზე გამოსახული, ამას უძახიან ბუხრის ქვას და ეს ბუხარი არის ზუსტად ის კერა, რომელიც არის ზუსტად ეს სოფელი. ამ ადგილას ამოსულ ხესაც კისცემდნენ თაყვანს და როდესაც იგი ერთ-ერთმა ოჯახმა დაუდევრობით მოჭრა, მათ დიდი უბედურება დაატყდათ თავს. ეკლესიის გვერდით გადმოედინება წყარო, რომელსაც ადრე ხშირად სტუმრობდა სხვადასხვა კუთხეებიდან შვილს დანატრულებული მრევლი. ასევე არსებობს ლეგენდა, რომ თამარ მეფეც კი გადმოდიოდა ფეხშიშველი, რათა ეს წმინდა ადგილი მოელოცნა.
დედაღვთისა საინტერესოა იმითაც, რომ იგი 4 მთაშუა მდებარე ეკლესიებს შორის ეპიცენტრია. მას ზევიდან დაჰყურებს გელათი, მამაღვთისა, მაცხოვრისა და წმინდა ნიკოლოზის ეკლესიები.